ამის სერენადებს ბათუმის შემდეგ თბილისი მასპინძლობს. საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-7 წელია იმართება, თუმცა დასკვნითი კონცერტი თბილისში პირველად. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კამერული ანსამბლი, ვირტუოზები, სოლისტი ლიანა ისაკაძე, დირიჟორი ცეზარ ალვარესი. დღევანდელი რიგით მე-5 კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა და ის ამბასადორიალი 2015-ის ფარგლებში მოეწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კონცერტს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოზარდები დაესწნენ. მინდა გადავუხადო ქალბატონ ლიანა ისაკაძეს განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მან სხვა მონაწილეებთან, ფესტივალის მონაწილეებთან ერთად მიიღო, კერძოდ მეგულისხმობ იმას, რომ დასკვნითი კონცერტი ფესტივალის მიეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებები აქვთ. მე ვფიქრობ, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იყო უმაღლესი დონის ხელოვანი და ამავე დროს ჰქონდეს ძალიან აქტიური მოქალაქეობრივი პოზიცია, ძალიან მაღალი თვითშეგნება მოქალაქეობრივი ფესტივალს. მინდა ვუსურვო წარმატება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და მონაწილეებს. ამბასადორიალი 2015-ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფესტივალ ამის სერენადების ერთობლივი ორგანიზებით ტარდება საქველმოქმედო კონცერტი სპეციალურად შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სკოლების მოსწავლეთათვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, რომელმაც მომცა საშუალება, რომ ამ ბავშვებს, ამ ახალგაზრდებს მოესმინათ